მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით დაგიბრუნდით მონატარებული მომდენო eFootball-ის ვიდეოთი. სანამ ეს ვიდეო გაგრძელდება, აუცილებლად დალაიქეთ, ძალიან ბევრი ლაიქები ამ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღლაკი. უდიდესი მადლობა ყველას წინასწარ. მალე ავიდეთ 5600 გამომწერზე, მერე 6000 და ესე, რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კაი იქნება. ხო და რა ხდება ახლა დღეს რა? ძალიან ბევრი მთხოვდით, აი კომენტარებში, რავი, ძალიან ბევრი მთხოვდით, რომ გადამეღო ჩემი გუნდის განხილვის ვიდეო რა და ძალიან ბევრს გაინტერესებდათ. ვიცი, ხო. ვიცი, რომ დავაგვიანე, ვიცი, მაგრამ მაპატიეთ. გავაკეთოთ განხილვა რატომაც არა. წავიდა, დავიწყეთ. ოკეი, ძმებო, მოკლედ შევედი ჩემს აკაუნტზე. My Team-ში ახლა უკვე გადავხედოთ ჩემს გუნდს რა. ესეთი გუნდი რატომ ყავს არ ვიცი ნამდვილად. მაგრამ უნდა შევცვალო წყობა. ეს რა წყობა? კაი, 2 წამი წყობა შევცვალო. წყობა შევცვლი და დაგიბრუნდებით. ეს რა არის? ხო, ეგ არის რა შევცვალე წყობა. იდეაში სულ ამ წყობით ვთამაშობ 4-1-2-3 out-wide. ამ ორი მიმყავს მენეჯერად, სხვა მენეჯერებს რო ვიყენებ, კიდე ბევრი მყავს, რა თქმა უნდა, Fabregas, Guardiola, Flick, Rijkaard, Mourinho-ს მყავს დაჟე, მაგრამ სხვა მწვრთნელებს რო ვიყენებ, აკლდებათ overall რა და მე მაგას ვიჩალიჩებ, რომ კარგად შევაწყო ამ ორი მისდეთში. ხო, კაი. out-wide team play style 3268 მაქვს collective strength-ი და მოდი დავიწყებ მეკარით რა. ძალიან რო არ გამეწელოს ვიდეო, უცებ აგიხსნით და მე უკვე ერთს ვითამაშებ რა. ერთს გავტესტავ მოკლედ ვიდეოში. ვიდეოს გარეთ ბევრჯერ მაქვს გატესტილი კი არა და რა ვიცი. მთელი ყველაფერი იმენა შევალია ამას რა. ხო, მოკლედ ვინც არიცით. მე ვთამაშობ 2019-დან მოყოლებული ეს აკაუნტი მაქვს, არც გამიყიდია, არც გამიცვლია და მით უმეტეს არც რაგვისთვის მიჩუქნია, ჩემი არის, და მრჩება მე ბოლომდე, სანამ მე ვარსებობ და სანამ eFootball-ი არსებობს და იარსებებს, იქამდე ყოველთვის მექნება ეს აკაუნტი. სულ რომ მილიონი შემომთავაზონ ამ აკაუნტს, არავითარ შემთხვევაში არ გავყიდ, იმიტომ რომ რაც ჩემია, არის ჩემი. მორჩა. მოკლედ, დავიწყოთ პირველი მეკარით. მეკარე ეს ალბათ სტრიმზე ვინც იყავით ნახავდით, სტრიმზე ვერ გავწურე, მაგრამ სტრიმის გარეთ დავაგდე. ასკოინში old მართლა ვანდერსარი არის მეკარე, 107-იანი attacking goalkeeper არის, სტატისტიკა აქვს აი ესეთი. გერბატონო ჩემო, რაღაც არასწორად მაგაძლიერებული ეთყობა, არა goalkeeping-ი, ხო, რავი. ხო, აი ესეთი სტატისტიკა აქვს. Oliver Kahn-ს უფრო მეტი აქვს save-ი, ერთი წამი მე მაინტერესებს ახლა Oliver Kahn-ის ისა overall-ი რა. overall-ი კი არა და აი ეს ისინი. მართლა მაინტერესებს. არა, მე მახსოვდა რომ უფრო მეტი ქონდა რატომ ყავს და მეთქი რატო? ხო და ხო, goalkeeping-ი მაქვს ორივე გაძლიერებული და აი ესეთი სკილები აქვს რა. მეტი ისე პრინციპში არაფერი. 107-იანი overall-ით. შემდგომ Cristiano Panucci 35 მატჩი მაქვს ჩატარებული, ჯერჯერობით გოლი არ მაქვს გატანილი ამ ფეხბურთელით. Attacking fullback-ი არის, მარცხნივას და მარჯვნივას შეუძლია თამაში. overall-ები აი ესეთი აქვს. შეგიძლიათ დააპაუზოთ ძმებო და ისე ნახოთ overall-ები, ვისაც გაინტერესებთ. დიდად overall-ებს, აი ამ კონკრეტულებს დიდად არ უყურებს ხალხი. სტამინა აქვს 99, ტიპი იმენა არ იღლება. ხო, dueling-ი და defending-ი მაქვს მის იმათ სკილად გამოყენებული. და through passing-ი, pinpoint crossing-ი, visionary pass-ი მცველებში ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ჩათვალე რომ აი Kevin De Bruyne, ეგ არის რა. Man marking-ი, blocker-ი არის, რაც ძალიან კარგია. Long reach tackle და fighting spirit არის, რავი. არ ჩამithვალეთ რომ fighting spirit და ეგრე მეზიზღება ეგრე საუბარი, მაგრამ ინგლისურად ქართული გადათარგმნით მებრძოლის სულის პატრონი არის რა. fighting spirit არა. ხო, შემდეგი Rio Ferdinand, ეს მოდი გეტყვით მოკლედ ამის შესახებ, ფეხბურთელი, რომელსაც ვერ მოვუძებნე სწორი ბუსტერი. დედას ვიცავარ. eFootball Hub-შიც მაქვს ნახე და აი story რა არის, სწორი ბუსტერი ვერ მოვუძებნე. build-up-ი აქვს, playing style-ი, long ball expert-ი არის, ხო, მოკლედ.
overall-ები კი ესეთი აქვს, ამას შეხედეთ. Defending-ი აქვს 101 ბიჭო. Tackling-ი 98, აგრესია 98 და defending engagement აქვს 99. შემდგომ, jumping-ი, ხტომაში ძალიან კარგია. Physical contact-ი აქვს 94 და ხო, agility რატომ აქვს გაძლიერებული? ეს არ მახსოვდა საერთოდ აუცა რა არასწორად მყავს გაძლიერებული და მე მიკვირს პრახადნოიდვერი რატომ აქვს ემაში რა ქვია მაგას დაცვაში ხო low lofted pass man marking blockeri ეს aerial superiority რა თქმა უნდა sliding tackle fortress aerial fort captaincy და fighting ხო მებრძოლის სულის პატრონი არის ესეც შემდგომი გადავიდეთ უკვე კანავაროზე კანავარო ფაბიო კანავარო 251 მატჩი მაქვს ჩატარებული ალბათ გექნებათ ნანახი ეგ ვიდეო TikTok-ზე თუ არა გაქვთ ნანახი რა თქმა უნდა ამოვანათებ კიდევაც მაგ ვიდეოს სადაც უფასოში დავაგდე რა კანავარო დისტროიერი არის აი კამფეტ ხო სტატისტიკას რაც შეეხება ამას შეხედეთ ჩემი დედას ვიცავარ ტიპი არის აი რავი კედელი აი სრულიად შოი კედელი მართლა 102 აქვს defensive awareness და tackling 102 აქვს. აგრესია აქვს 80, ანუ ძალიან აგრესიულია და defensive engagement-ი აქვს 97 რა. ხო, jumping-ი აქვს 100 ბიჭო. ანუ წარმოვიდგინე, ანუ მეორე სართულზე თავურებში ვერავინ ვერ ჯობნის, აი ვერავინ. Physical contact-ი 95. Ну, dueling-ი და defending-ი მაქვს ამაზე გაძლიერებული. Heading-ი, man marking-ი, ესეც ბლოკერი რა თქმა უნდა და ნუ აი ესეთი სტატები აქვს. მოდი უცებ-უცებში განვიხილავ ამ ყველაფერს და აი ყველაზე არალოგიკური კარდი რომელიც მყავს ჩემს გუნდში. გარეთ ბეილი რომელიც არის გამოსული left back-ი. რატო? ანუ რატო? ამიხსნით ვინმე left back-ი რატო არ, მაგრამ მარცხენა midfielder-ის პოზიციაზე შეუძლია თამაში და მარცხენა შემტევის პოზიციაზე შეუძლია თამაში გარეთ ბეილს რა. ნუ აი შეხედეთ attacking fullback, speeding bullet, insirani long ranger-ი. მარცხნივ დაცვაში, ნახევარდაცვაში და თავდასხმაში შეუძლია თამაში, თუმცა მე მაინც დაცვაში მიყენია. იქიდან გამომდინარე, რომ speed-ი, ანუ სისწრაფე აქვს 100, kicking power 96 აქვს, მაგრამ ანუ speed-ი სისწრაფე აქვს 100. აი რავი. ტიპი არის ტყვია, მართლა. სრული ამ სიტუაციაში შევიდა და მარტივადაც არ იღლება 97 აქვს overall. Off the ball აქვს ერთი ბუსტერი და მეორე ბუსტერი აქვს defending-ი, იმიტომ რომ რავი, left back-ია და მაგიტო რა. ხო, აი ეს შეგიძლიათ გადახედოთ. თან ანუ first time shot-ი რო აქვს ცველს ეს ზოგადად იშვიათია edge crossing-ი არის ნუ კაროჩე მოკლედ რა ჩაწოდების აი რავი მამა მართლა და outside corner-ი რაც მე ყველაზე მეტად მომწონს რა ანუ გარედან აი საჯარიმოს გარედან შეუძლია ძალიან მარტივად ჩაახვიოს რა კაი ნუ დაცვა მორჩით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი destroyer-ი Frank Rijkaard, Milanis, რავი, ლეგენდა, სრული, 413 მატჩი მაქვს ჩატარებული ამით და გოლი მაქვს 33 გატანილი. Destroyer-ი არის, ანუ დაცვაში შეუძლია თამაში, Rijkaard-ს და ნუ აი ესეთი სტატები აქვს, აი, კი ბატონო, defensive awareness 97, აგრესია 93, defensive engagement 97 და ნუ აი ესეთი სტატები აქვს. Shutdown და defending-ი აქვს ამასაც გაძლიერებული, იმიტომ რომ destroyer-ი DMF-ია, ანუ ჩამშლილი ნახევარმცველია და მაგიტომ, ნუ შეგიძლიათ რატომაც არა agility-ს გაუძლიეროთ, რავი. და კიდევ ერთი არის ზუსტად არ მახსოვს, rising shot აქვს, visionary pass, ანუ ესეც კარგი არის პასებში. ანუ მოედნის ხედვა აქვს იდეაში კარგი და ხო მეტი პრინციპში არაფერი, მაგრამ ძალიან მაგარი დისტრო, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო დისტროიერი არის. ერთი Rijkaard-ი, მეორე მაკელელი და ნუ კიდე დანარჩენი სხვები. გადავიდეთ შემტევ ნახევარმცველებზე, პაველ ნედვედი 666 მატჩი მაქვს ჩატარებული. ზუსტად 666. 666 მატჩი 157 გოლი აქვს გატანილი და 153 ასისტი. Whole player-ი არის, აი ნახეთ, ყველგან თამაშობს ტიპი, აი, ყველგან თამაშობს მართლა. ცენტრალურ ნახევარმცველზე შეუძლია თამაში. Left-ზეც, right-ზეც, ანუ მარცხნივაც, მარჯვნივაც და შემტევზეც შეუძლია თამაში. ნუ, აუ, შეხედეთ რა სტატები აქვს. ნუ წამი. ძალიან მაგარი სტატისტიკა აქვს პაველ ნედვედს, ხო, ფანტასტიკა მაქვს გაძლიერებული, იმიტომ რომ შემტევი ნახევარმცველია და მაგიტო ტექნიკა აქვს კიდევ ბუსტერი თავისი რა.
ხო, ანუ knuckle shot-ი და diving shot-ი და rising shot-ი, ანუ ეს სამი ერთად რომ აქვს შემტევ ნახევარმცველს, ეს არის ზოგადად იშვიათი eFootball-ში, ანუ თუ თქვენ თვითონ არ დაამატეთ, ეგ სკილი ესე რომ ვთქვათ, ეგ არის იშვიათი ზოგადად, ეს სამივე ერთად რო ქონდეს, ну ამას აქვს სამივე ერთად, ანუ მე არ დამატებია, დამატებული რომ ქონდეს, აი აქ მექნება დამატებული, ანუ cut behind and turn მაქვს დამატებული მხოლოდ და მხოლოდ. შემდგომ, შორიდან გასროლის ოსტატი არის, მართლა, გაყოლებებში ძალიან კარგია და phenomenal პასი, ანუ ესეთი პასები აქვს რა. ხო, შემდგომი აი ჩემი საყვარელი შემტევი ნახევარმცველი მართლა ჩემი საყვარელი შემტევი ნახევარმცველი ჟოან კრუიფი აი ჯოჰან კრუიფი 259 მატჩში 98 გოლი 58 ასისტი ბევრი არ არის რა თქმა უნდა თუმცა შეხედეთ აი ესეთი ჰოლ პლეიერი რავი ყველას გისურვებთ ესეთ ჰოლ პლეიერს მართლა ძალიან მაგარი არის აი ძალიან მაგარი არის კრუიფი რა ანუ ძალიან მეხმარება მეტი რო აღარ შეიძლება ისე ტექნიკა და agility მაქვს გაძლიერებული კრუიფზე, იმიტომ რომ ზოგადად კრუიფი არის ისეთი, კრუიფი არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს აი ბოლომდე ბრძოლა ბურთისთვის რა, აი ბოლომდე აი იმენა თავით მიდის რა, მართლა რა, აი სრულიად სიტუაციულობით მიდის თავით, რასაც ქვია. და ხო, one touch პასიან, acrobatic finishing-ი. ალბათ გაქვთ ეგ ვიდეოები ნანახი, სადაც კრუიფი სასწაულად აფინიშებს მომენტს, თუ არა გაქვთ რა თქმა უნდა, მაგ ვიდეოსაც ამოვანათებ თავისთავად. და ხო, მეტი პრინციპში არაფერი. second striker-ის პოზიციაზე, რა თქმა უნდა, second striker-ი, ერთ-ერთი საუკეთესო second striker-ი არის Wayne Rooney. ალბათ დამეთანხმებით, ვისაც ყავთ. მხოლოდ 84 მატჩი მაქვს ჩატარებული. თუმცა, ეხლა ხანს დავაგდე. დიდი ხანი არ არის, რაც დავაგდე, ესეც whole player-ი არის თავისთავად. ცენტრში შეუძლია თამაში, ნახევარდაცვაში შეუძლია თამაში და მარცხნივ ფლანგზეც შეუძლია თამაში. აი ესეთი სტატისტიკა აქვს. ხო, შეიძლება კომენტარებში მკითხოთ, რომ აი ის 100-იანი ზლატანი რომ არის გამოსული, რატო არ აგდებო მაგასო, მაგრამ no money brother. არა მაქვს მოვფული რა ვქნა. მე არ მიტყდება ეგეთი რაღაცების თქმა, ყველას გონია რომ რადგან ეს არის იუთუბერი ვარ, იმენა მაყოთა და რა. არ არის ხო ეგრე, არ არის ეგრე. ზოგ-ზოგიერთები შეეგუეთ ამას, რომ არ არის ეგრე. მაყოთა კი არა ტრაქში მე რომ გამდის ჩემი striker instinct-ი მაქვს, ორივე striker instinct-ი მაქვს, იმიტომ რომ მე სხვა ბუსტერით ისე ვერ ძლიერდება როგორც საჭიროა. ეს ყველაფერი ჩემით არ მაქვს გაკეთებული, ეს ყველაფერი მაქვს. eFootball Hub არის ესეთი აპლიკაცია, მაქედან შეგიძლიათ სწორად გააძლიეროთ ფეხბურთელი. არც ერთი ფეხბურთელი არ მყავს, აი ავტოზე გაძლიერებული. ყველაფერი აი მანდ ვნახულობ და მაქედან ვაძლიერებ, ჩემით ვაძლიერებ, ავტოზე არ ვაძლიერებ რა. თავიდან ვაძლიერებ და ავტოზე მე გადავარი სტარტი და ჩემით ვაძლიერებ ახლა უკვე. ხო, აი ესეთი სტატები აქვს. Phenomenal finishing-ი აქვს, აი არა მართლა პენალტი სპეციალისტი არის და მეტი არაფერი. ხო. გადავალ ახლა ჩემს, რავი, კოშმარულ ცენტრ ფორვარდებზე უფამად იბრაჰიმოვიჩი დახატავდა. აი რუმენიგს განსაკუთრებით იბრაჰიმოვიჩი დახატავდა, იმიტომ რომ რუმენიგი არის whole player-ი და whole player-ი კი არა და goal poacher-ი ბოდიში მე ამერია. ნახე ტიპი არის ყველგან თამაშობს, თავდასხმაში სადაც გინდა თიქ დააყენეთ ხალხო, სადაც გინდა თიქ დააყენეთ ყველგან თამაშობს. სტატისტიკა აქვს აი ესეთი რუმეს. აი რავი, მართლა მცველების კოშმარი არის ტიპი. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. Double touch-ი, heading-ი, long range curler-ი, rising shot-ი, acrobatic finishing-ი, first time shot-ი, phenomenal finishing-ი, outside curler-ი, ტიპი არის სასწაული მართლა. და პელე, ამისი კარდი ისევ გამოუშვეს, რატო არ ვიცი. მე წინაზე დავაგდე, სამივე დავაგდე, პელეს დავაგდე, კრუიფის მყავს და პუშკასის მყავს. სამივე მყავს. რატო გამოუშვეს ახლიდან არ ვიცი, მაგრამ ოკეი. Deep flying forward-ი არის, ხო, კი ბატონო. პელე, ასეთი სტატები. პელე უნდა იყოს 7-იანი და იბრაჰიმოვიჩი 100-იანი, რა ლოგიკაა? არ ვიცი, მაგრამ ოკეი. და ფანტასტიკა მაქვს გაძლიერებული პელეზე რა, ორივე ფანტასტიკურია და მაგიტო. ხო, გეიმსმენშიპი, აი თამაშის წამყვან, თამაში მიყავს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ხო, მეტი სკილები, არც არაფერი, მოდი ხა უცებ განვიხილავ იმას
ცვლილებებს რა, ცვლილებებს უცებ განვიხილავ, ნუ აქ მყავს Forlani, 104-იანი, აი შეგახედებთ, ხო, goal poacher-ი არის, აი აქ თამაშობს, შეგიძლია სტატებს გადახედოთ, აი ესეთი სტატები აქვს, უცებ გადავხედავ და მე უკვე ვითამაშოთ ერთი მატჩი რა, striker instinct-ი, knuckle shot-ი, diving shot-ი და ნუ ხო, აი ესენი აქვს, რა ვიცი. ძალიან კარგი არის, მოკლედ. Ronaldo Al-Nassr-ის ეს დიდი ხანია რაც ყავს სხვათა შორის, აი ნახეთ ტიპი ყველგან თამაშობს, ყველგან შეუძლია თამაში ამ რონალდუს კარტს. ნუ პროსტა სტატები დიდად არ მომწონს რა, ანუ არ მომწონს იქიდან გამომდინარე არა რომ რონალდუა, ანუ უფრო მაღალ სტატებს იმსახურებს მართლა. ბოლკერინგი და სტრაიკერ ინსტინქტი. ხო, აი ეს ნუ ნაკლს შოთი ხა შორიდან გასროლის მამა რო არ რონალდუ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს და აი აქ ყველაფერი მოკლედ დამატებული მაქვს კიდე რა. Chip shot-ი, long throw, soul control-ი, long throw რატომ აქვს რონალდუზე, მაგრამ ნუ ეს აირჩია ხალხო და მე ვერ შევცვალე. Diving shot-ი და track back-ი, ხო? ანუ track back-იც რონალდუზე, ნუ ოკეი. კაი. ნუ ჩემი GOAT-ი 803 მატჩი მაქვს GOAT-ით ჩატარებული, მესით. Prolific winger-ი არის, კი ბატონო, ნუ ეს მესი ხა ბევრს გეყოლება და ნუ უცებ გადაგახედებ სტატებს, sombrero, long range curler-ი, diving shot-ი, ხო, აი ესენი აქვს რა, მოკლედ რა. ეს მესი ბევრს გეყოლება TikTok-ში რა. ორი წამი უკაცრავად. Ribery აი ეს რუმე და ისინი რო იყვნენ გამოსულები, რუმე, ჰოენესი და Ribery. იმ დროს დავაგდე ამას შეხედეთ. Ball control-ი აქვს 100 და dribbling აქვს 101 ხალხო აზე ხარ, ანუ 101 აქვს dribbling-ი tips. ნუ პლატინისაც ეგრე აქვს. იდეაში, მაგრამ მაინც. ხო, agility მაქვს დამატებული ბუსტერებში და ნუ აი ესეთი რა უცებ გადაგახედეთ ხა ამებს რა ქვია მაგას. ეგრეთ წოდებულ ზამენას შეცვლებს, ნუ კანტონა ეს ძალიან კარგია, ნუ ბევრი მატჩი არ მაქვს ჩატარებული, 172 მატჩი მაქვს ჩატარებული, პროსტა კანტონას აქვს ერთი მინუსი ის, რომ აი რაც არ უნდა იყოს პას რომ მისცემს წინ არ გარბის არავითარ შემთხვევაში. ანუ არავითარ შემთხვევაში ანუ შენით უნდა გააქციო რა, თორე ტიპი აი შეუძლია რომ პასი მოგცეს და აი დადგეს უბრალოდ ესე რა. აი მართლა თვეში შეუძლია რომ ესე დადგეს უბრალოდ. ხო. და ეგ აქვს ერთადერთი ცუდი, თორე დანარჩენებში, რავი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისეც ცუდს. კაკა ძალიან კარგი შემტევი ნახევარმცველია, მართლა, ანუ კრეატივ კი არა და კრეატივ პლეიმეიკერი. ამაში დრიბლინგი აქვს 102. 102 აქვს დრიბლინგი, ანუ რიბერიზე მეტი აქვს, ხო. და ფანტასტიკა მაქვს ორივე გაძლიერებული, იმიტომ რომ რადგან შემტევი ნახევარმცველია, ნუ უფრო მაკეტკენ მიდის რა. მასელი თარნის soul control-ი, momentum dribbling-ი, ანუ ბუნებრივია სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. და ნუ აი ესეთი სტატები აქვს, ხო, captaincy მაქვს ერთ-ერთი დამატებული მეტი არც არაფერი. პუშკასი, აუ ჩემი, საღოლწმა. ხო, ფერენც პუშკასი, ნუ ეს ბატონო 38 მატჩი, ნუ ისე არაფერი, მაგრამ ნუ იყოს რა, ანუ ეგრე მაგ პუშკაზე რა. იყოს. არაფერს არ მიჩლის. ხო, ნუ ეს უნგრეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგენდა, რავი, უნგრეთს კიდე ლეგენდა ვინ ყავს პუშკაშის გარდა, პუშკაზე მაღალი ლეგენდა რო არ ეყოლება, ვიცი რა თავისთავად. ფინიშინგი აქვს 99, ხო? მაგრამ ნუ ხშირად არ გამომყავს პუშკაში რა. იმიტომ რომ ანუ დიდად ვერ მეხმარება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ფინიშინგი 99 აქვს და ნუ კარგი კარტია. დიდად ვერ მეხმარება და ხო, ანუ დაჟე ისე ვიყავი, რომ აი ესენი მქონდა დამატებული რა, ანუ additional skills-ი, დამატებითი სკილები. და ეგ არის და ეგ. ნუ ბატისტუტა თავის დროზე სასწაული, აი რა ვიცი, ანუ ეტყობა რაღაცა ბაგი ქონდა კონამის eFootballs და ბატისტუტა იყო რაღაცა შეუჩერებელი. ნუ არ ვიცი ახლა როგორი არის, ანუ დიდად არ არის ისე, მაგრამ როგორც ადრე, თუმცა ნუ მაინც დუელინგი ეს არასწორად მაგაზლირებული და ეს უნდა შეუცვალო აუცილებლად ბატისტუტას. რა დუელინგი, ბიჭო, ცენტრ ფორვარდია, რა დუელინგი. ნუ ოკეი, კაი. ნუ ხო, knuckle shot-ი და rising shot-ი, ანუ ამოღამებთ ხო? ნახეთ, diving shot-ი, knuckle shot-ი და rising shot-ი, ანუ სამივე ერთად რომ მაქვს ესეთი ფეხბურთელი სკარდი არის იშვიათი. კი ბატონო. და ნუ აქ additional skill-ებში არაფერი არ მაქვს დამატებული. სუარესი ეს მესი, ნეიმარ სუარესის კარდი რო იყო გამოსული აქ. მხოლოდ სუარესი დავაგდე, იმიტომ რომ მეტი ფული აღარ მქონდა. ხო, ანუ ესეთი სტატები აქვს სუარესი, სხვათა შორის იმაში რა ქვია მაგას, ფიზიკალ კონტაქტში, ანუ ორთაბრძოლაში, ბურთზე ბრძოლაში არის ძალიან მაგარი, მართლა. ხო, პასინგი მაქვს გაძლიერებული ამაზე, რატომ აქვს პასინგი გაძლიერებული არც მახსოვს.
მე მგონი ესეც არასწორად მაგაზლერებული და უნდა შევუცვალო მე. მე მგონი ეგრე მახსოვს. ხო, ბულეტ ჰედერი, ანუ თაურებში. იმენა კინო მართლა. და რა მეტი რა შეიძლება ხო ტრეკბექი ლონგთრო ესეც გაძლიერებული მყავს ისე additional skills-ები აქვს დამატებული. ხო, დარენ ფლეტჩერი, ეს ეხლა ხან დავაგდე ძმებო, ნუ ბევრი მატჩი არ მაქვს ჩატარებული, ერთი გოლი მაგ გატანილი, ხო, 28 მატჩში. Destroyer-ი არის კი ბატონო, მაგრამ ეხლა ისეთი Destroyer-ი მყავს, რომ ფლეტჩერი მოდი გვერდზე გადავიტანოთ, იმიტომ რომ ანუ სადაც რაიკარდია, იქ ფლეტჩერ მოდი, ძალიან დიდი ბოდიში რა. ანუ ძალიან დიდი ბოდიში. ხო, ნუ ესეთი სტატები აქვს. ნუ 94, 95, 95, 93. ტექნიკა მაქვს გაძლიერებული ამაზე. ტექნიკა ფლეტჩერზე? ნუ ოკეი. კაი. ხო, სუპერ საბი არის თან. ანუ მე 60 წუთის მერე რო გამოიყვან, შეიძლება რაღაცა ქნას კი არა, კარგად დაგეხმაროს რა. უბრალოდ თავიდან თუ ათამაშებ, იმდენად ვერ ითამაშებს, როგორც აი შეცვლაზე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, სუპერ საბი არის, ხო, სუპერ საბი ნიშნავს მაგას, რომ შეცვლაზე არის კარგი, მოკლედ რა. ანუ სუპერ substitution, რომ განვარტოთ, ანუ სუპერ შეცვლა. ხო. და ნუ ამაზეც არაფერი არ მოქვს დამატებული additional skill-ებით. პლატინი, ჩემი, რა ვიცი, აი კრუიფის მერეს საყვარელი ესე ვთქვათ, whole player-ი. ხო, whole player-ია, კი ბატონო. სწორად მახსოვს. დრიბლინგი აქვს 102. ანუ სასწაული დრიბლინგი აქვს, ეს მართლა სასწაული დრიბლინგი აქვს, უბრალოდ როცა ნედვედი მიყენია მან, პლატინი შემომყავს მისა მეორე ტაიმში, იმიტომ რომ მეორე ტაიმში, ანუ წარმოიდგინე ხა ყველა დაღლილია, ნახეთ, ანუ ტექნიკურად მივდექი ძმებო. ყველა როცა დაღლილია, პლატინი გამოდის და დავს ყველას. ანუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. თან ანუ ხო, ჩოპტარნი ეს არ მინდა და ნუ აი ესეთი ესე ვთქვათ, სკილები. და ბოლო უკვე ეს არის პროსტა რუნის უფრო მეტი სტატისტიკა რო აქვს მაგითო, თორე გულიტი არის, რა ვიცი, აი უსასწაულესი ერთ-ერთი second striker-იც. შემტევი ნახევარმცველიც და კაროჩე რავი რა, ანუ თუ შეიძლება 2 წამი ვიდეოს ვიღებ, ხო? 296 მინუტში, ნუ 71 გოლი კი მაქვს გატანილი, მაგრამ ამას შეხედეთ. ანუ ტიმს ყველგან შეუძლია თამაში. ნუ ეს ცოტა ისე ღიაფრად როცა არის, ანუ უფრო ნაკლები ოვერალი ექნება. აი ამ პოზიციებზე რო ითამაშებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან შეუძლია თამაში. Deep lying forward-ი არის, ხო? ნუ ესეთი სტატები აქვს. გულიც ბიჭო, პროსტა ესენი რატოა გაძლიერებული? აგრესია 77 რატო აქვს? ანუ და ლოფტის ბაზა ესენი რატო აქვს? აი რატო hard worker-ი მაქვს გაცილებული და მაგიტო. საღოლ. ბიჭო, რამდენზე მაქვს შესაძლებელი ძმებო, თქვენ ხო აზე არა ხართ, აი ბუსტერი რამდენზე მაქვს შესაძლებელი და იმდენი ბუსტერი არ მაქვს. ნუ კაი, ხო, ძმებო, აი ესეთია. ესე გამოიყურება ჩემი ესე ვთქვათ გუნდი და ეხლა, რავი, იმედია გული არ წაგივა ზოგიერთს, ხო, აი ესეთი შეცვლები მყავს. რავი, sort ერწამს. ნუ overall rating-ით ხომ აქვს დაყენებული, კი ბატონო. ხო, overall rating-ით აი ესეთი შეცვლები. რავი, ანუ ბევრი ფეხბურთელი იდეაში არ მყავს. თუმცა არც ცოტა არ მყავს ნამდვილად. ანუ ცოტაც არ მყავს თავისთავად. ხო. ნუ ესე და ნუ, ხო, ეგ არის რა. ეგ არის და გორის ციხეი. კაი. მოდი ახლა გადავიდეთ და ერთი მატჩი ვითამაშოთ, აი ამ გუნდით. უბრალოდ არ მინდა, ანუ offline მატჩი რო ვითამაშო არ მინდა რა. ანუ online მატჩის თამაში მინდა და PvP-ში ნახოთ აბა რა არის გამოსული Spanish Clubs-ი. მოდი პროსტა ისე გავერთოთ რა. აუ არა, ეს ის არის კაცო. არ მინდა ესე პროსტაზე. National Teams-ი. 2 წამი ვაფშე და. სად არის? მოდი quick match ვითამაშებ. რატომაც არა. ხო, აი ამ გუნდით ვითამაშებ quick match-ს. უცებ რა გავერთოთ რა. ხო, ყველგან ხო არის, კი ბატონო. წავიდა. დავიწყოთ. აბა ნახოთ. Matchmaking in progress. რავი, იმედი მაქვს რაღაცა სასწაული მოთამაშე არ შემხვდება. ანუ ჩემზე მეტი რო აქვს სტატები. ნახოთ. 12 seconds later. ნუ ხო ამ გასახურებელს უბრალოდ აი პროსტა მატჩებს ბევრი არ თამაშობს და მაგიტო მათ სჭირდება ცოტა დიდი ხანი. თუმცა ნუ იმედი მაქვს გამოჩნდება
მოთამაშე რომელიმე მაინც რა ვიცი ნუ ხა ლიგებს აი მიდი აბა ჰეი ახლა აჰა ეგ არის დავკავშირდით აუ იმედი მაქვს რაღაცა სასწაული გუნდი არ ეყოლება 3152 ოკეი კაი ეხლა ეს მოვაშოროთ იმიტომ რომ ასე არ მიყვარს თამაში ამ დამტენო მაგ შეერთებულ ანუ აქ მიშლის ხელს რა კი ბატონო ოუ შიშ რა იყო ძმა კაი ნახოთ აბა როგორი გუნდი ყავს 3-1 გერდა 5-1-4 საინტერესოა ძალიან კვარა ყავს ასერთიანი კარგი გუნდი ყავს ანუ არ ყავს რაღაცა ცუდი გუნდი ოკეი ვინ არის ხოძე ნუ ნახევარზე მეტი თითქმის ხოძე არის let's go დავიწყოთ დარდე ჩემო ოკეი აბა დავიწყეთ პროსტაზე გავერთობი კაცო იმედი არ გავიდა ეხა ხადაო არა ოკეი აბა წავიდა მოდი ვითამაშოთ ეს ერთი კაცო ამ ორი მიყავს მასაც მწვრთნელი და დავიწყოთ აბა ნახოთ რას ვიზამთ ამ ადამიანის გუნდის წინააღმდეგ გასახურებელი მატჩი let's go ის იწყებს კი ბატონო ოუენი ყავს წინ საინტერესოა ძალიან გათამაშე ჯიგარო გავიდა მე მგონი არა შო ეგ არის აბა დავიწყეთ რონი პელე გავყოლოთ რონის ოკეი ოხ ეს იმით მეთამაშება მატჩაპით ოკეი ეხლა მას გავუყოლებს პას მისცემს დრაქშვები ძმა არა საყო კაი იყო არა მართლა კარგი მოთამაშეა ცვეთში ძალიან კარგი მოთამაშეა მართლა კაი ანუ ვანდერსარ რა what ეგეთი სამარცხვინო გოლები ანუ არ უნდა გაუშვა ჩემო ძმა ნუ ხო მატჩაპი თამაშობს კარგია რომ მატჩაპი თამაშობს ბეილი ელე კრუიფი ვაიმე შენი ხო ვერ მოვატყუეს იოზუა კიმიხი აუ ბეილ რასაკეთებ კაი ანუ რა გოლი გავიდა ძმა ღადაო ეხაც შოკირებული ვარ რა ეს რა იყო просто რატო გავჩერდი არ ვიცი ნამდვილად პელე მენიოსთან მენიო მაიღო ეს ბურთი ძალიან კარგი შეტევა იყო მართლაც რომ არ გვაყურებინებს კი ბატონო იყოს მასე კაი 6 yard-ი ოპა ჩავაწოდოთ პირდაპირ აბა კანავარო აი ვამბობ რა კანავარო თაურებში ძალიან კარგია მართლა აუ კაი ხო არ გადაობ რა ნაირად გამექცადო ნუ რა უქნა სხვა გზა მქონდა ოპა ვანდერსარი კარგია და კროიფს ოუ ძმა რა ქნატო ანუ რა იყო ჩემო ძმაო რა მაგამწარა ასე მივეცი და უბურთო კაც ჩაუსრიალ და ამაზე წესი წითელებთან მიეცა ნუ მაგრამ ოკეი კაი დაინდო აშკარად მსაჯმა ჩავწოდოთ რომ ეს აქ ვერ მივასწრებ კაი ოკეი 4 შემტევი რო ყავს წინ მაგარია ძმა აუ პელე უცებ დაარტყი რა მაგრამ first time shot-ი უნდა ბიჭო ამას აუ ვაიმე შენი რა გათამაშება მომიხსნა აუ
აუ რა კარგი გათამაშება იყო არა და კარგი რაღაცაო. ოკეი. აუ რა გავუთამაშე არა და ტიპს. ისევ კანავარო? არა, პანუჩი. ნუ გამოიტანს. მიდი ფერდინანდ, დაასრულე. აუ ყვარა, ძალიან სწრაფია. მოდი აქ, ვისა ბიჭო. ვანდერს არის ძალიან მაგარია მართლა. პროსტა ეგ ერთი სამარცხვინო იყო ძალიან. რავი, შეიძლება კონომისის იყო. ბაგები ალბათ. ой მე კაი, ნუ კიდევ ერთი კუთხური 42 წუთია ამასობაში და ნუ ძალიან სად არის სამართალი? აი მაგის მე ტიპს ნორმალური მომენტი არ ქონია და მე კიდე რა ვიცი, აი რამდენი მომენტი გამემაზა სამწუხაროდ. მიხვდა აბარაქნა. ნედვედი. აუ რა სასწაული დარტყმა აქვს ტიპს, მაგრამ ნუ მენიო თამაშობს ძალიან კარგად მართლა. კაი, ოკეი. ორი წამი. ისევ ჩავაწვდი. მოდი ჩავაწვდო ჯობია. ანუ აქ არ გაჭრის დიდად. ისა. პანუჩი. მენიო ბიჭო სასწაულ ბურთებს ხსნის დღეს, მაუ რა იყო. აბა ჩემთან ყოფილიყო. დედას გებზევ ტიპი რავი, ანუ რომე. აი სად არის სამართალი? კაი რაღაცაო ბიჭო. ოკეი. მოდი აბა კიდევ ერთი ვცადოთ. ჩავაწვდი პირდაპირ ავქნა აბა. პანუჩი. ვერ დაარტყა კარგად. საბოლოოდ მათ დარჩათ ბურთი. ნუ გადავიდა ამას კი ბატონო. უცებ ხა, მივიდა კაცი იქამდე რა ჯანდაბად მინდა აწი. ნუ კაი, პირველი ტაიმი 1-0. ანუ მაგის მერტის მომენტი არ ქონია და მე კიდე, ანუ ერთს აი მართლა სტატისტიკა მაინტერესებს ბიჭო. პირველი ტაიმის. ანუ შეხედეთ პროსტა. ამუღამებთ ხო? აზრი ხართ ხო? 11 დარტყმა მაქვს, ანუ კაი, ნუ ოკეი. დავიწყოთ მეორე ტაიმი. ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და გააგრძელოთ არის ღილაკი. მადლობა უღრმესი ყველას. გაი გავათამაშოთ და მოდი პარემ დავიწყოთ. აი მე ბიჭო, აი კაი ხო არ გადავრებს ვატარებ და ნუ კაროჩე რა. ეს რა შვება? ოკეი. მეთქი რა შვება თქო ძმა. კაი პელე რა საკეთებდო? მიდი რომე. ჯანდაბარა. კაი მოდი უცებ. ვაიმე. ძალიან სუსტი დარტყმული იყო და ცოტა შორიდანაც მომივიდა რა. კაი, ოკეი. ნუ აბა რა. აბა რა ბიჭო. დავაი აბა რა იკარდი გაიქცე ცოტა. აუ კარგი შენი. მიდი რა. კაი, ერთიც ბეილი ჩავაწოდოთ. პანუჩი. ხატაო ბიჭო. ჩემი დედას ვიცავარ. კაი რა. ბიჭო, იქნებ გაჭრა სამ ჩემმა იმანდო.
ნედვედი. დაარტყი ბიჭო. აბა რა, პანუჩი, გატანილი გოლის ავტორი მეგობარნო. ბოლო წამზე. გადაობჩემ. აჰა, პანუჩის პირველი გოლის ვნახეთ ძმებო. ორი წუთი დაამატა გადაო. აი, ყო ძმა. ოიმე შენი სად მოიშორა ბიჭო, ნუ ერთით ერთი კაი. ოკეი, ეს გოლი რო არ გასული, აი 16 დარტყმა გადაობჩემ. ანუ 16 დარტყმა. ვახ. არ ვიცი, ანუ მართლა არ ვიცი რა ვთქვა ძმაო. ნუ კაი, კიდე კაი ბოლოში პანუჩი მაინც გაიტანა რა. ნუ ძმებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, თუ მოგეწონა დალაიქეთ აუცილებლად, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი. მე კიდე იზღადამ შენიანობ და გემშვიდობოთ. შევხვდებით ალბათ ერთ თვეში.